საღამოშიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. საქართველოს გამყიდველებზე მინდა მოგახსენოთ ხელისუფლებაშიც რომ არიან და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაშიც, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ნასუფრალით რომ იმიკვებებიან და თან პატრიოტობას და კონსერვატორობას რო ჩემულობენ, ხო? არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია საქართველოში ატეხილი. გასაგებია, ყველა თვალნათლივ დაინახა, რამდენად გამყიდველი და უბადრუკი ხელისუფლება ყავს, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით სამშობლოს ყიდიან. განა ისე რომ გადაჭარბებით რაღაცას გაზვიადებულად რო იტყვიან ადამიანები, არა, პირდაპირ მნიშვნელობით ყიდიან სამშობლოს. დღისით, მზისით დახლზე აქვთ გამოტანილი საქართველო და ყიდიან. ამჟამად არაბებზე. ყველამ გაიგო, ხო, ეს დეტალები ახლა, რომ თბილისთან ახლოს კრწანის ისტრე პარკში, სადაც ქართველების სისხლით არის მორწყული ყველა გოჯი მიწა და რომელიც ადრე საპატრიარქოს ეკუთვნოდა. ამაზე ცალკე ასალაპარაკო, როგორ დათმო საპატრიარქომ ეს და ხმა არ მოიღო, რომ იქ არაბული ქალაქი შენდება. ერთი ქალაქი მან და მეორე ქალაქი გონიორს ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე უზარმაზარი ტერიტორია. ჯამში ეს არის სადღაც 9 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც უნდა აშენდეს 2 ცალი მცხეთის ხელა ქალაქი. თავად არაბმა ინვესტორმა თქვა პირდაპირ ღიად ინტერვიუში, რომ აქ აშენებული ფართის 60% გაიყიდება უცხოელებზე, არაბეთში ძალიან ბევრი მსურველიაო. ანუ არაბებზე ჩავთვალოთ, ხო? თვითონ თქვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჭყურით მოთრეული არაფერი არ არის. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია დაზუსტება. დაჩენილი 40% როგორ გონიათ ვის ხელში გადავა. პარალელურად მოგიწოდებთ გავაცელოთ ეს ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს და სიმართლე გაიგოს შეულამაზებელი და არა ისეთი ზოგიერთი ვითომ პატრიოტი და კონსერვატორი რო იბრალებს და სინამდვილეში ხალხს ადებილებს. დაჩენილი 40% ვის ხელში გადავა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი რა ვიცი ხა, რომელი ნორმალური ქართველი ისურვებს არაბულ ქალაქში ცხოვრება, სადაც გარშემო ყველა არაბი ცხოვრობს. ფული თუ გაქვს, მაგალითად, ხო? და B იქ კვადრატული მეტრი ეღირება $5,000 და ზემოთ. ანუ პატარა 100 კვადრატულიანი ბინა დაჯდება $500,000. ბევრი იცით საქართველოში, ვინც ამ ფულად იყიდის ბინას თან არაბულ ქალაქში? არა. ანუ ჩათვალეთ, რომ 90% და მეტი ისევ და ისევ არაბებისა იქნება იქ. ნაყიდი ფართები. რა თუნდაც არაბებსო ეხლა ერთმა თქვა ჭკვიანმა ეს ჯერ ვასაძის ჯერ უпроსტად ჯერ ნინო ბურჯანაძის კახპარო იყო სოსო მანჯავიძე, მე იქით რომ გამოიქცა. მერე პატრიოტთა ალიანსის კახპარო გახდა. მერე იქით რომ გამოაგდეს ფულის მოპარვის გულისთვის. მერე ვასაძის კახპარო გახდა. იქაც ფულს ოცინცრავდა, იქიდანაც გამოაპანყურეს და ეხლა კოცების კახპა არის. დადის ეს ვითომ კონსერვატორი და გაიძახს არაბული ინვესტიცია კარგია, რას ერჩით ამ არაბულ ქალაქებსო. პირდაპირ ტექსტით. თქვენ ვნახეთ ალბათ. ხო და ეს ამბობდა, ვის რაში სჭირდება ეხლა არაბები რატო უნდა ჩამოსახლდნენ საქართველოში, როცა შეუძლიათ ხორვატიაში და სადღაც იყიდონ ზღვისპირეთში ვილებიო. უკაცრავად ხორვატიაში არაბულ დასახლებას ვინ ააშენებინებს არაბებს? ძალიან მაინტერესებს ეს. საიდან მოიტანეთ ეს? რომ არაბებს ექნებათ იქ კომფორტი, რომ არაბული დასახლება შექმნან და კი ბატონო, მათ შეუძლიათ თითო ორლას
სადღაცა რაღაცა ვილა იყიდონ, მაგრამ არაბებით გარემოცულ, არაბულ ქალაქში, არაბული მაღაზიებით, არაბული, რა ვიცი, მომსახურების პუნქტებით და არაბული ბორდელებით, სადაც ქართველები იქნებიან, აი კოცების ოჯახის წევრები დასაქმებული, მაგის უფლებას ვინსად მისცემს? აგერ არ არის საქართველოს ბორიას ბოსლად ქცეული? სადაც ამას ყველაფერს გააკეთებინებენ, არაბულ ქალაქებსაც ააშენებინებენ და არაბულ ბორდელებსაც აუშენებენ, იქვე ააშენებინებენ თვითონ, ხო? და დაასაქმებენ ქართველებს. კიდევ ერთხელ მეორე კოცებს როგორც ჩანს ძალიან ეოცნებებად საკუთარი ოჯახის წევრების იქ დასაქმება. და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს რომ ნამდვილად სამშობლოს გაყიდვა არის, აგერ გასკდა ეს ამბავიც. ირაკლი კობახიძემ, ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა გრიფით საიდუმლო დაადო ოფიციალურად არაბებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. კომერციული საიდუმლო არისო, მიენიჭოს მას კომერციული საიდუმლო სტატუსი. ანუ ეს ხელშეკრულება არასოდეს არ გაიხსნება, სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში. დაუმალა ირაკლი კობახიძემ საკუთარ ხალხს რა ხელშეკრულება დადო არაბებთან. ეს ჩვენ რაც ვიცით მოგახსენეთ, ხო, რაც თვითონ არაბებმა თქვეს და რაც იქ წერია, ის ჩვენ დაგვიმალეს. რატომ დაფარა ირაკლი კობახიძემ თქვეს ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იყო არაბებთან გაფორმებული ხელშეკრულება? პასუხი მარტივია. საქართველოს ამჟამინდელ მმართველ ბანდას, რუსულ მარიონეტულ საოკუპაციო ქოც რეჟიმს არ სურს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ რა ხელშეკრულება დადო ბორია ივანიშვილმა არაბებთან. ანუ როგორ გაყიდა მარტივად რომ თქვა საქართველო, რა პირობებით გაყიდა. აი ეს დამალული არის. აი კოცებო ეხლა რომ წუხხართ მე რატო გეძახი ბიომასას და გენეტიკურ ნაგავსო. აი ამ ყველაფერს ტაშს რომ უკრავთ. აბა რა ჩემი ფეხები ხარ თუ არა გენეტიკური ნაგავი და ბიომასა და ფეკალიები. აი ეს საპატრიარქოს ბოსელი, რუსული ბოსელი, ამაზე ხმას რომ არიღებს და ჩუმად არის გაყურსული, მისი მიწა, კუთვნილი მიწა, ხელისუფლებამ მიყიდა არაბებს. და პლუს ამას არაბები იქაშენებენ არაბულ ქალაქებს. ამ გაუბედურებულ დემოგრაფიულ სიკვდილის პირას მყოფ საქართველოში და საპატრიარქო ხმას არიღებს. აბა რა არის მეტი სამშობლოს ღალატი? სამშობლოს ღალატი ზოგს წარმოუდგენია ასე, რომ ვიღაცა გადარბის უცხოელ, რა ვიცი, საქართველოს მტერთან და იმას ჩაუკაკავს რაღაც საიდუმლოს და გაყიდის ფულად ამას. და ეს არის სამშობლოს ღალატი. სამშობლოს ღალატი ეს არ არის მხოლოდ შემოგივლეთ. სამშობლოს ღალატი არის ისიც, რომ ამ სამშობლოს გაყიდვაზე თუ მხარ აი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც ამას არ აპროტესტებს და ხმას არიღებს ამ სამშობლოს გაყიდვაზე, ეს არის სამშობლოს მოღალატე. საპატრიარქო ეს 40-ზე მეტი ისო ყავს, ხოია. წმინდა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი, ერთმა თორმა მოიღო ხმა. მეუფე ჯამდელიანმა და კიდევ ვიღაცა. დანარჩენი ყველა სამშობლოს მოღალატეები ხართ. იმიტომ საქართველოს გაყიდვას ხვდებით დუმილით, როგორც იუდა დუმილით გაყიდა 30 ვერცხლად იესო. თქვენ იუდას მოდგმის რუსეთის ურდოს კახპებო. აი ეს ახართ თქვენ, არავითარი გადაჭარბებული და გაზვიადებული და ემოციური შეფასება. საკუთარ სახელს რაც ხართ, იმას გეუბნებით ალალად. რუსეთის კახპები ხართ, სამშობლოს გამყიდველი რუსეთის კახპები, რომელიც ბორია ივანიშვილის სახელობის რუსულ ბორდელში მუშაობთ. და არაფერი კავშირი არ აქვს არც ქრისტესთან,
არც სამშობლოსთან, არც ქართველობასთან, არც კაცობასთან, ისევე როგორც დანარჩენ ქოც ჯოგს, ქალიან კაციანად. ზოგიერთი გამოდის ეს ქოცი, გამოყოფს თავს ბიძინა ივანიშვილის უკანალიდან და ოხ, როგორ შეიძლება კაცო არაბების ქალაქების საქართველოში გაშენება, ეს არის დაუშვებელი. თქვით მე პირდაპირ ხო? თუ კაცობა შეგრჩენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს გვიყიდის. უკი არა. დაარქვი სახელი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ეს ყველაფერი. აი თქვენს მიერ ოსანააღოლენილი და თქვენს მიერ ტრაკლოკილი ბიძინა ივანიშვილი რომ არის სამშობლოს გაყიდველი, ისეც თქვით პირდაპირ. პირველ ყოვლისა ეგ თქვით პირველ ყოვლისა. მაგრამ სადა გაქვთ მაგის ტრაკი? ვითომ სამშობლოს დამცველო პატრიოტებო და ვითომ სარწმუნოების დამცველო ვაჟკაცებო, ჩმორებო. ცალკე საუბრის თემა არის ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ალიანსი და კონსერვატორთა პარტია. პატრიოტთა ალიანსი ახლა ძველი რუსული ბორდელია, ეგ ყველა მიცის, რომელიც რუსეთმა მოისროლა სანაგვეზე, აღარ სჭირდება მაინდა-მაინც, რადგან აქ ყავს უკვე ქართული ოცნება და ყავს აგრეთვე ეგრეთ წოდებული კონსერვატორთა პარტია. რა გააკეთა კონსერვატორთა პარტიამ ამ ალტინფომ? დაუკვირდით აბა. ჯერ ხო თბილისის საკრებულოზე პირველივე სხდომაზე არ დააყენე ეს საკითხი. მე და კიდევ სხვებმა ვატეხეს ხმაური, რომ კონსერვატორთა წარმომადგენელმა ვინმე ქარდავამ ენა ჩაიგდო მუცელში და ხმაც არ გაიღო თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე არაბული ქალაქების შენებლობის შესახებ. და ეს მაშინ, როცა იმ დღეს ლელომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, აი სულ გაყიდული ხაზარაძის ლელომ მართალია ახლა ეს პიარისთვის გააკეთა, ვითომ ოპოზიციონერი რო არის, თბილისის საკრებულოში საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, მაშინ როცა კონსერვატორთა წარმომადგენელი დუმდა, ლელო გახკიოდა არაბებს მიყიდეს საქართველო. მეორე დღეს, როგორც იქნა ამხმაურის გამო, გამოვიდა ის უბადრუკი ქარდავა საკრებულოს სხდომაზე, კახიკალაძე რო იყო მისული იქ კითხვებზე საპასუხო და დაუსვა კითხვა ზუსტად ესე. ყველა მიცის რომ არაბული ქალაქი შენდება საქართველოშიო, საქართველოს გწანიში და გონიოშიო. ჩემი აზრით ეს დაუშვებელია, რადგან ეს საფრთხეებს შეიცავს საქართველოს უსაფრთხოებისთვისა და დემოგრაფიული ვითარებისთვის. და მე კითხვა ასეთ დაუსვა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა დეტალებს იცნობთ ამ ხელშეკრულებიდან, იქნებ გითხრათ. მორჩა. აი ეს იყო მაგათი ბრძოლა არაბული სოფლების წინააღმდეგ. კითხვა დაუსვა კახაძეს, აბა თქვენ როგორ თვლითო? ის კი არ თქვა რომ საქართველოს გამყიდველები ხართ. მოდგმით იუდებო, რომ ბიძინა ივანიშვილი ყიდის საქართველოს, არა. შეშინებული ჟურნალისტივით თვალებს აქეთ-იქით რომ აცეცებდა ისე საწყალობლად კითხა ეს. და შემდეგ იფიქრეს ამ უბადრუკმა კონსერვატორებმა, ვითომ კონსერვატორებმა და აქცია, საპროტესტო აქცია დანიშნეს 7 დეკემბერს. ერთი თვის შემდეგ გაიმართება არაბული სოფლების თუ ქალაქების მშენებლობაზე საპროტესტო აქცია. ახლა მარტივი კითხვა უნდა დასვა ხო ადამიანმა თუ ედნავ ერთი ნაოჭი მაინც გაქვს ტვინზე. ერთ თვის შემდეგ რატო დანიშნეს საპროტესტო აქცია? რამდენიმე დღეში რომ დაენიშნათ, ეს უკვე უპრიანი არ იქნებოდა? გეტყვით მარტივად რატომ დანიშნეს ერთ თვის შემდეგ? იმიტომ რომ ეს პროცესი მინაულდება და არავითარ პრობლემას აღარ შეუქმნის ეს საპროტესტო აქცია ერთ თვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს. აი ამას ელოდებიან. იმიტომაც რომ ეს კონსერვატორები არიან ბორია ივანიშვილის რუსული ბორდელის ჩვეულებრივი პუტანები, მათი წევრები. პრობლემა არ უნდა შეუქმნან. თან ხო უნდა თქვან რაღაცა, თან ხო უნდა მოიმოქმედონ რაღაცა. და აი მოიმოქმედეს ეს. ერთი თვის შემდეგ საახალწლოდ აი გოზინაყი და საცივი რომ ეჭირებათ პირში, მაშინ ჩაატარებენ საპროტესტო აქციას. თუ სამშობლოს გიყიდიან, თუ სამშობლოს გიუბედურებენ და შენ ეს ასე მიგაჩნია, ერთ თვის თავზე რატო ნიშნავ აქციას?
როცა ამდენიმე დღეში შეიძლება მოუწოდო ხალხს შენ ერთგულ ხარდამჭერებს, როცა ეს მუხტი ცხელია, როცა ხალხი გამწარებულია, რომ გამოიყვანო ქუჩაში და უთხრა ბორია ივანიშვილს, რომ შენ სამშობლოს გამყიდველი ხარ. და ამისთვის პასუხი მოსთხოვო. მაგრამ არა, ერთი თვის თავზე, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანში დარჩეს ეს მუხტი. აი ეს არის. ეხლა ამას რომ ადამიანი ვერ მიხვდება და კონსერვატორებს დააბრალებს ოპოზიციონერობას, ან სამშობლოს მოყვარულ პატრიოტობას, ან სარწმუნოების დამცველებს. რა ვიცი, გაგიგიათ მათგან ერთი ამოკვნესილი მაინც რუსების მიერ წაბილწულ ქართულ ეკლესიებზე? ან რუსების მასობრივ ჩამოთესლებაზე მათგან რაიმე პროტესტი გაგიგიათ? არა. იმიტომ როგორ შეიძლება პატრონს შეჰკადრო ეს, რატომ გვინადგურებს სამშობლოსო? იმიტომ რომ რუსეთი რომ ანადგურებს საქართველოს, ეს ეგრეთ წოდებული ამ რუსული გავფჭებული და ვადაგასული კონსერვებისთვის კონსერვატორები რო დაერქვეს, ეს ჩაულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ეს მათი დედა რუსული ბორდელი ანადგურებს საქართველოს და ეს ასეც უნდა იყოს, აბა ეგენი ისთვის არიან აქ, რომ გააправონ რუსეთის ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატეხა თავს. აი ამის თქმა მინდოდა ჩემო კარგებო. იცოდეთ, რა ვიცი, ვინ არის თეთრი და შავი. იცოდეთ, რომ კობახიძემ და ბორიამ ქართველ ხალხს დაუმალა არაბებთან გაფორმებული ხელშეკრულება და მას გრიფით საიდუმლო დაადო. სამშობლოს გაყიდვის შეთანხმება ხელშეკრულება თქვენ არ უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ასე უნდა ბორიას. და ამ მუხტის და ამ საპროტესტო მუხტის გადაგორებაში მას ეხმარებიან ეს სოსო მანჯავიძეები, ეს ვეტერანი პუტანა რუსული, რა ვიცი, FSB-ში. რა ვიცი, გურამ ფალავანდიშვილი ხო გახსოვთ, რომ გახკიოდა არაბების შემოსევაზე საქართველოში ამდენიმე წლის. ეხლა არავითარ პრობლემა არაბულ ინვესტიციაში არაფერი არ არის. აი ესენი არიან კონსერვატორები. აი ესენი არიან პატრიოტები. გაავრცელეთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ეს ვიდეო ბერმა ადამიანმა ნახოს და იცოდეთ რა, რომ ბორია ივანიშვილმა სამშობლო გაყიდა. და ვინც დაჯდება სახლში და ვინც არ გააპროტესტებს სამშობლოს გაყიდვას, ის და მისი ოჯახის წევრები თუ საქართველოში მასობრივად შემოთესლებული პაკისტანელების მიერ გაუპატიურებას გადაურჩება, აუცილებლად დასაქმდება დიდი პატივით ბორიას სახელობის არაბულ ბორდელში, რომელიც თბილისთან ახლოს კრწანის ისტრეპარკში გაშენებულ არაბულ ქალაქში გაიხსნება ერთი და მეორე კიდევ გონიოში, იქაც არაბული ქალაქი რო აშენდება, იქაც დაჭირდებათ არაბული ბორდელი, სადაც ქართველი ხოცებს დაასაქმებენ. იბრძოლეთ ქართველებო, იბრძოლეთ, თორე თქვენი შვილები და შთამომავლობა საფლავებში ჩაგაფურთხებთ და შერცხვებათ, რომ თქვენი შთამომავლები არიან. აი ეს არის მეტი არაფერი. დღესო დადგნენ და ერეკლეობას ზეიმობდნენ ეს ბორიას ზოოპარკის წარმომადგენლები, ეს კობახიძეები, პაპუაშვილები და ყაველაშვილები. ერეკლე თქვენ თავებს დაგაჭრიდათ, როგორც რუსეთის პუტანებს. ბევრმა დღესაც დღემდე არ იცის, რომ ერეკლეზე ანტირუსი, მამალი ანტირუსი მეფე საქართველოს არ წყოლია არასოდეს. იმიტომ რომ კრწანისის ომში ღალატის შემდეგ, რუსული ღალატის შემდეგ გამწარებულმა ერეკლემ მონეტაც კი მოაჭრევინა თავწაწყვეტილი რუსული არწივის გამოსახულებით. და ეს მონეტა დღემდე ინახება ეროვნული ზარაფხანას საცავებში. ამიტომ ერეკლეს ნუ ეტენებით, ქოცებო. ერეკლე როგორც გამწარებული და გამძვინვარებული ანტირუსი, თქვენ სათითაოდ დაგაყრევინებდათ თავებს, როგორც რუსეთის პუტანებს და სამშობლოს გამყიდველებს. გაავრცელეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და იბრძოლეთ სამშობლოსათვის. ეს თქვენი მოვალეობაა.
თქვენი შვილების მომავლისთვის იბრძოლეთ. ჩემთვის არა, ან რომელიმე პარტიისთვის. საკუთარი სამშობლოს გადასარჩენად იბრძოლეთ ქართველებო. გვარავდეთ უფალი ამ ბრძოლაში.